გავლენა მოახდინა დემონსტრანტების ჯანმრთელობაზე რეჟიმის მიერ მათ დასარბევად გამოყენებულმა საშუალებებმა. საიაში ბრიფინგი იწყება, მოусმინოთ ნონა ქურდოვანიძეს. ნოემბერ-დეკემბერში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, როდესაც მასობრივად ხდებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სხვადასხვა საშუალების გამოყენება, მათ შორის ერთ-ერთი საშუალება, რომელზეც დღეს გვინდა ვისაუბროთ, იყო ქიმიური საშუალება, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში შერეული იყო ცხელმცადენ გაზსა და წყლის ჭავლში და ეს ეფექტს კიდევ უფრო ძაფრს ხდიდა. ჩვენ შევეცადეთ ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია გაგვერკვია. პირველივე დღეებიდან, როდესაც ეს პრაქტიკა გამოიყენებოდა, საზოგადოებას ჰქონდა ინფორმაცია თვითონ დაზარალებულების მხრიდან იმ ეფექტების შესახებ, რომელსაც განიცდიდნენ ამ ნივთიერებების ზემოქმედების შედეგად. ისინი საუბრობდნენ განსაკუთრებით იმაზე, რომ ჯანმრთელობის დაზიანება მოყვა შედეგად სწორედ აი ამ ნივთიერების შესუნთქვას, ამ კვალს. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავინტერესდით კონკრეტულად რა საშუალების გამოყენება ხდებოდა და შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებული იყო, რომ ეს თავადაც გაესაჯარავებინა, თუმცა ეს არ გააკეთა და ამიტომ ჩვენ დამატებით მივმართეთ მას საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით და მოვუწოდეთ, რომ მოეწოდებინათ ინფორმაცია კონკრეტულად რა საშუალება იყო გამოყენებული. ეს არსებითად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებით, რომ როდესაც ჯანმრთელობას აყენებს ზიანს გამოყენებული საშუალება, როგორი უნდა იყოს შემდგომი მკურნალობა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ კონტექსტში, თუ რა საშუალებას იყენებდა სახელმწიფო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ და ეს ინფორმაცია სამწუხაროდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ არ გაასაჯაროვა. ამ დროისთვისაც უცნობია კონკრეტულად ის საშუალებები, რომელიც ქიმიური მახასიათებლებით გამოირჩეოდა და გამოიყენებოდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ჩვენ ასევე დავინტერესდით ჯანდაცვის სამინისტროსგანაც გაგვეგო ინფორმაცია, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია კონკრეტული საშუალებების შესახებ და ასევე თვითონ მიმართეს თუ არა შინაგან საქმეთა სამინისტროს იმისათვის, რომ ეს ინფორმაცია მიეღოთ და შემდგომ მკურნალობა სწორედ ამაზე დაყრდნობით განახორციელებინათ. თუმცა ჯანდაცვის სამინისტროდან მიღებული პასუხიც გვინდა საზოგადოებას გავაცნოთ. სამწუხაროდ ჯანდაცვის სამინისტრომ გვიპასუხა, რომ ეს ინფორმაცია მათ არ აქვთ და არც ჩათვალეს საჭიროდ, რომ გამოითხოვათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ შეაფასეს საჭიროება არ იყო ამის, ასე შეაფასეს, რომ არ იყო ამის საჭიროება, რაც რა თქმა უნდა ძალიან ბუნდოვანია, მაშინ როდესაც თვითონ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აქციის დარბევის პერიოდში თავადვე საუბრობდნენ, რომ ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იმისთვის, რომ სწორად დაგეგმილიყო შემდგომი მკურნალობის პროცედურები. რომ შევაჯამოთ სამწუხაროდ ის პრაქტიკა, რომელიც გამოიყენა ქართულმა ოცნებამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ნოემბერ-დეკემბერში აქციების დარბევის დროს არ შეესაბამებოდა არავითარ სტანდარტებს. ქიმიური საშუალების ამ ფორმით გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არღვევს საერთაშორისო იმ პროტოკოლებს, რომელიც არსებობს ამ სფეროში და ცალკეულ შემთხვევაში ეს უთანაბრდებოდა არასათანადო მოპყრობას. სამწუხაროდ აი ამ ფაქტებზე ამ დრომდე არ არის ჩატარებული სათანადო გამოძიება და არათუ გამოძიება დღემდე თვითონ დაზარალებულებისთვისაც კი უცნობია კონკრეტულად რა საშუალებები იყო გამოყენებული მათ წინააღმდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ შევახსენებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მის ვალდებულებას და ჯანდაცვის სამინისტროს მის ვალდებულებას, რომ მათი ვალდებულება საზოგადოებას მიაწოდონ კონკრეტული ინფორმაცია, რა საშუალებების გამოყენება ხდებოდა, რა საშუალება შეისყიდა სახელმწიფომ და რა საშუალება გამოიყენა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ამ ინფორმაციას ნონა ქურდოვანიძე საიას ხელმძღვანელს უსმენთ პირდაპირ ეთერში, როგორც ჩანს, ოცნება მალავს იმ ქიმიური საშუალების სახეობას, რომელიც დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენა.